ახალ მევიდ. ბატონო ვასო. ბატონო მე ხელცარიელი ვერ მოვიდოდი თქვენ სტუდიაში და ასეთ კბილად დამიბერდი. ო, დიდი მადლობა ბატონო ვასო, დიდი მადლობა. გაუთვალისწინებელი, დაუდგმელი, ესეთი იმპროვიზირებული შოკოლადი მოგვაქვს. ყოველთვის შემდგომში რაღაც სურპრიზას მოგწევთ. ბატონო ვასო, ძალიან მოგვენადა თქვენი პოეზია, თქვენს განსაკუთრებით, ვიცი რომ ძალიან საუკეთესო, კარგი ლექსები მოგვიმზადეთ. დავიწყებ მაშინ ბატონო ვასო, კი ბატონო. მე ჩემი ლექსის დიაგრამა ვარ. მე მგოსანი ვარ დაფნით მკობილი. მე მეტყევეც ვარ რითმის ნაჯახით ყიფლი ბანდამდე გადაპობილი. მე ვარ ქიმერა, მზე ვარ დღეიდან. მე ბულბული ვარ, უნდა გიგალოთ. თქვი კიდე რა ვარ დოდოდეიდან. ნახო, შეყარპიტალო. ქალბატონმა დოდომესე შემამკო. რა უცნაურად შეიმკეთ. ლურჯი ტაქსის სასოფში ვარ. მგზავრებს ჩუმად ვუბიბინებ. ეს რა კანონი მიიღე? შეპატარა ვარური კიდე. ეს ემოციური ვიდეოები აქვს სულ ბატონ გოგის და ფორმაშია ბატონი გოგის. კი. ისე გადარჩეს ქვეყანა თითქოს ზეცაში გაელვა. სად გაქრა ხალხის გონება? ჩიტმა წაიღო? ჰერმა? რა მოწოდება? რა მოწოდება? იცოდია გამოიყენებდი ბატონო ვასილ. დიდოსტატის ავტორის რომ ახლაც არ სურს გაგონება. ამიტომ მაქვს თადუმაძეს უსწავლელი აზროვნება. დიაგნოზი დასვა ქალბატონმა ადა. ქალბატონი ადას ძალიან კარგი ის გამონათქვა. მე საზღვარზე მზვერავი მყავს. მტეს რომ ჭკუა ვასწავლოთ. ვინმე ხომ არ შეგინიშნავს მომახსენე სასწრაფოდ. რუსეთში ხოლო ასევე საქართველოს რუსეთში წარმოადგენს ის საქართველოს ინტერესებს წარმოადგენს რუსეთში. ანუ ვეჩატლი რითმა ცოტა ვერ გავიგე. რითმას აზრი არ ქნა, თავარი იყო რომ ჩამოეყალიბებია და ესე ყველაფერი გაგვიგო. და გავიგეთ. რა თქმა უნდა, მე გავიგე. თქვენ ვერ გაიგეთ? კი ბატონო, გავიგე, მეც გავიგე. 120 კაცი ერთად მოგწამლა. ვადაგასულმა თევზმა ფერადმა ერთად მივაწვით საჭირო ოთახს, მე მოვასწარი ყველას შევარდნა. სულ ორი სიტყვით მოკლედ მოგითხროთ, ესე ამბავი ჩემი წვალების, სანამ შიგნიდან კარებს ვიჭერდი. ბრბოს შემოტეხვას ლამობდა კარების. ესე ძიმე სიტუაციაში. ძალიან ისეთი გავაგზავნე ბატონო. ბიძინა რომ დავინახე, ხმის მიცემა მომინდა, დაპირება უხვად მომცა, ყველა მხრიდან მომიდგა. თუმცა მე გადაგვაგდო, თვალს გვადევნებს შორიდან, კუდუსუნში რქა მომცხო, გამიმართა კორი და ვინჯან და მავირჩიეთ. ეს რა ხალხი მოვიდა? ეს რაღაც მუზა ახალი, ხო? კი, ახალი მუზა არის. კი ბატონო. ყველგან ნეპოტიზმი აღარ უნდა ამას თქმა, ვინ ვისი ბიძაშვილია, ვინ დეიდის და ბოლო-ბოლო მივდგეთ, მოვდგეთ, ამოვიღოთ ხმა, ეს ქვეყანა აღარა. კასანდრა რა. კი, კასანდრა ისეთი არეული ისი იყო თვითონ ტექსტში. და ეხლა ცოტა ისეთი მაქვს ბატონო ვანო, ანუ ვიდეოს სხვა ვიდეო გაუვითმავს. ანუ თქვენ ლექს არა. არა, მე საერთოდ არ ჩავერე ბატონო ვანო. აბა მოდით ნახოთ. კასანდრა რა. ოღონდ ხარა. ესე უცნაური ფისკონად. და ბოლო ბატონო. ო, აბა ბატონო ვასო გისმენთ. ამარჩევნებზე რა ვქნათ არ ვიცით. სანამ გადავწყვეთ დავწონით, თავისუფლება კი გვინდა, მაგრამ თანისიც გვინდა ყავდეს ბატონი. თუ გინდა თავისუფლება, მოიწოვე თორე და მოგწიეთ ბატონი. ძალიან უცნაური მძიმე ლექსი იყო. დიდი მადლობა. ჩვენთან იყო ვიდეო პოეზიის ავტორი ბატონი ვასილ ფაკაძე, მადლობა.